მანამდე სანამ ვლადიმირ პუტინი გახდებოდა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ლიდერი, ის თითქმის უცნობი იყო უმრავლეს რუსებისთვის. მან კარიერა ცნობილი პოლიტიკოსის სტატუსით არ დაიწყო. მას არც დიდი გამოცდილება ჰქონდა საარჩევნო კამპანიაში, ან დიდი პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელობაში. მისი ცხოვრების პირველი დიდი ნაწილი მან საბჭოთა კავშირის სადაზვერვო სამსახურში გაატარა და იმის გასაგებად თუ როგორ მიაღწია მან ასე სწრაფად რუსეთის უმაღლეს პოზიციას, საჭიროა დავბრუნდეთ იმ დროში, როცა ეს ქვეყანა სრულიად სხვანაირი იყო. ვლადიმირ პუტინი დაიბადა ლენინგრადში, ქალაქში, რომელსაც დღეს სანქტ-პეტერბურგი ეწოდება. მან იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა ლენინგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტში და 1975 წელს დაამთავრა. ამის შემდეგ ის შევიდა KGB-ში. KGB იყო საბჭოთა კავშირის მთავარი სადაზვერვო და უსაფრთხოების სააგენტო. მისი სამუშაო იყო საიდუმლო ინფორმაციის შეგროვება, საბჭოთა მთავრობისთვის საფრთხედ მიჩნეული პირების მეთვალყურეობა და სადაზვერვო ოპერაციების ჩატარება ქვეყნის შიგნით და გარეთ. პუტინის შემთხვევით არ მოხოდრილა ამ სამსახურში. ბავშვობიდანვე მას აინტერესებდა სადაზვერვო საქმიანობა. შემდეგ წლებში ის გადიოდა მომზადებას როგორც სადაზვერვო ოფიცერი, სანამ 1980-იან წლებში აღმოსავლეთ გერმანიაში გააგზავნიდნენ. მაშინ გერმანია ჯერ კიდევ ორ ქვეყანად იყო გაყოფილი. დასავლეთ გერმანია შეერთებული შტატებისა და დასავლეთ ევროპის მოკავშირე იყო. აქ ვლადიმირ პუტინი განათავსეს დრეზდენის ქალაქში, აღმოსავლეთ გერმანიაში. ის არ იყო KGB-ს ყველაზე ცნობილი ან მაღალი რანგის ოფიცერი, მაგრამ დრო, რომელიც მან გაატარა აღმოსავლეთ გერმანიაში, მნიშვნელოვანი იყო, რადგან მან ახლოდან იხილა თუ როგორ მუშაობს სადაზვერვო ოპერაციები ცივი ომის პერიოდში. საბჭოთა დაზვერვის ოფიცრების სამუშაოში შედიოდა ინფორმაციის მოძიება, კონტაქტების დამყარება და ცივი ომის მეორე მხარეს მყოფი ქვეყნების საქმიანობის მეთვალყურეობა. მაგრამ სანამ ვლადიმირ პუტინი დრეზდენში მუშაობდა, ევროპა სწრაფად იცვლებოდა. აღმოსავლეთ ევროპაში კომუნისტური მთავრობები სუსტდებოდა და ძლიერდებოდა. პროტესტები, რომლებიც ცვლილებებს ითხოვდნენ. 1989 წელს ბერლინის კედელი დაეცა, რაც დიდი სიმბოლო იყო იმისა, რომ ცივი ომის დროინდელი ევროპის გაყოფა დასასრულს უახლოვდებოდა. მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ თავად საბჭოთა კავშირი დაიშალა. 1991 წელს SSR კი საბოლოოდ დასრულდა და მისი ყოფილი რესპუბლიკები დამოუკიდებელ ქვეყნებად იქცნენ. მილიონობით რუსისთვის ეს უბრალოდ ქვეყნის სახელის შეცვლა არ იყო. მათთვის დაინგრა პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემა, რომელსაც წლები იყვნენ მიჩვეულნი. ასევე სწრაფად დასუსტდა მოსკოვის ყოფილი ძალაუფლება მსოფლიოში. ვლადიმირ პუტინი დაბრუნდა ლენინგრადში, სანამ საბჭოთა კავშირი საბოლოოდ დაიშლებოდა. მან დატოვა აქტიური სამსახური KGB-ში და გადავიდა ადგილობრივ ხელისუფლებაში. ის გახდა ანატოლი სობჩაკის ახლო თანაშემწე, რომელიც სამართლის პროფესორიდან სანქტ-პეტერბურგის მერი გახდა. ეს დიდი ცვლილება იყო ვლადიმირ პუტინის კარიერაში. დაზვერვის სამყაროდან ის გადავიდა პოლიტიკასა და სახელმწიფო ადმინისტრაციაში. ამავე დროს რუსეთი ძალიან რთულ გარდამავალ პერიოდს გადიოდა. ქვეყანა ცდილობდა კომუნისტური ეკონომიკიდან უფრო საბაზრო სისტემაზე გადასვლას. ბევრი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმო პრივატიზდა. ფასებისა და ბიზნესის სისტემა შეიცვალა და ეკონომიკაში დიდი არეულობა დაიწყო. ბევრი ჩვეულებრივი რუსისთვის სულილებებმა მაშინვე არ მოუტანა კარგი ცხოვრება. მათი დანაზოგების ღირებულება დაეცა. ბევრი სამუშაო ადგილი დაიკარგა. სიღარიბე გაიზარდა. მდიდრებსა და ღარიბებს შორის სხვაობა გაიზარდა. ქვეყნის სიცოცხლის ხანგრძლივობაც მნიშვნელოვნად შემცირდა. 1990-იანი წლების დასაწყისში. ამასობაში მცირე ბიზნესმენთა ჯგუფი ძალიან გამდიდრდა. იმ დროს, როდესაც სახელმწიფოს ყოფილი საკუთრება იყიდებოდა ან კერძო საკუთრებაში გადადიოდა, ისინი იყვნენ იმ ადამიანთა ნაწილი, რომლებიც მოგვიანებით ოლიგარქებად გახდნენ ცნობილი. ძალიან დიდარი ბიზნესმენები, რომლებმაც დიდი გავლენა მოიპოვეს პოლიტიკასა და მედიაში. ბევრი რუსისთვის 1990-იანი წლები მხოლოდ ახალი თავისუფლების პერიოდი არ იყო. ეს იყო ასევე გაურკვევლობის, კორუფციის, დანაშაულის და ძველი სტაბილურობის დაკარგვის დრო. და ამ ყველაფრის პარალელურად პუტინის გამოცდილება და კავშირები მთავრობაში ნელ-ნელა ფართოვდებოდა. 1996 წელს სობჩაკმა წააგო არჩევნები სანქტ-პეტერბურგში. ამის შემდეგ პუტინი მოსკოვში გადავიდა. აქ დაიწყო მისი კარიერის ძალიან სწრაფი აღმასვლა. მან პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პოზიცია მიიღო. ეს იყო ბორის იელცინის ადმინისტრაცია. პოსტსაბჭოთა რუსეთის პირველი პრეზიდენტი. კრემლში პუტინი მაშინვე ფართოდ ცნობილი ფიგურა არ დამხდარა. რუსების უმეტესობა მას ჯერ კიდევ არ იცნობდა, მაგრამ მთავრობაში მალე მას უფრო მნიშვნელოვანი თანამდებობები მიეცა. ნელ-ნელა ის ძალაუფლების ცენტრს მიუახლოვდა. 1998 წელს ის დანიშნეს FSB-ს დირექტორად. FSB არის რუსეთის მთავარი შიდა უსაფრთხოების სააგენტო და ყოფილი KGB-ს ერთ-ერთი მთავარი მემკვიდრე.
მხოლოდ რამდენიმე წელიწადში ყოფილი დაზვერვის ოფიცერი, რომელიც სანქტ-პეტერბურგში მუშაობდა, ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი უსაფრთხოების სააგენტოს ხელმძღვანელად გახდა. პუტინის დაწინაურება სწორედ იმ დროს მოხდა, როცა რუსეთი კვლავ დიდი პრობლემების წინაშე დადგა. 1998 წელს ქვეყანას ძლიერი ფინანსური კრიზისი დაატყდა თავს. ინვესტორების ნდობა შემცირდა. ნავთობისა და სხვა მნიშვნელოვანი საქონლის ფასები, რომლებიც ქვეყნის შემოსავლისთვის მნიშვნელოვანია, დაეცა. მთავრობას გაუჭირდა ვალების გადახდა. 1998 წლის აგვისტოში რუსეთმა ნაწილობრივ ვერ გადაიხადა შიდა ვალები. რუბლის ღირებულება მკვეთრად დაეცა. მრავალი საქონლის ფასი გაიზარდა და ჩვეულებრივი მოქალაქეების ფულისა და დანაზოგების ღირებულება კიდევ ერთხელ შემცირდა. ბევრი რუსისთვის, რომლებიც წლების განმავლობაში იტანჯებოდნენ მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, ეს კიდევ ერთი დიდი დარტყმა იყო. და როცა საზოგადოება უფრო და უფრო იღლებოდა 1990-იანი წლების არეულობით, ბორის იელცინის ადმინისტრაციაც სუსტებოდა. იელცინი უკვე მოხუცი იყო. ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და ნდობა მის მთავრობაში მუდმივად იკლებდა. მას სჭირდებოდა ისეთი ადამიანის პოვნა, რომელიც მის შემდეგ ლიდერობას გააგრძელებდა. იმ დროს ვლადიმირ პუტინზე ბევრად უფრო ცნობილი სახელები არსებობდა. მაგრამ კრემლში ყოფილი კიგბ-ის ოფიცრის პოზიცია სწრაფად ძლიერდებოდა. საბჭოთა კავშირის დაშლიდან 10 წელზე ნაკლებ დროში. ვლადიმირ პუტინი სანქტ-პეტერბურგის ადგილობრივი ხელისუფლებიდან გადავიდა რუსეთის უსაფრთხოების და პოლიტიკური სისტემის უმაღლეს წრეებში. ჯერ პრეზიდენტი არ იყო. ის ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი ქვეყნის უმეტესობისთვის, მაგრამ 1999 წლისთვის მოვლენების სერია მალე დაიწყებოდა, რაც შეცვლიდა არა მხოლოდ მის ცხოვრებას, არამედ რუსეთის მიმართულებასაც. 1999 წლისთვის. ბორის იელცინი მზად იყო ეძებნა ადამიანი, რომელიც მას შეცვლიდა. მის მთავრობას ბევრი პრობლემა ჰქონდა. ეკონომიკა სუსტი იყო და ხალხის ნდობა დაბალი. ამ ყველაფრის ფონზე კრემლიდან მოულოდნელად ერთი სახელი გამოიკვეთა. 1999 წლის 9 აგვისტოს. ელცინმა ვლადიმირ პუტინი რუსეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნა. რუსების უმეტესობისთვის პუტინი თითქმის უცნობი იყო. ის მთავრობასა და უსაფრთხოების სამსახურებში იცნობდნენ, მაგრამ ის არ იყო ცნობილი პოლიტიკოსი, რომელიც დიდი ხანია ტელევიზიაში ჩანს ან მთელი ქვეყნის მასშტაბით კამპანიებს ატარებს. ამიტომ მაშინ დიდი კითხვა იყო, როგორ შეიძლებოდა პრეზიდენტობის კანდიდატი გამხდარიყო ადამიანი, რომელსაც საზოგადოება ჯერ კიდევ კარგად არ იცნობდა. თუმცა პრემიერ-მინისტრად დანიშნვიდან რამდენიმე კვირაში რუსეთის მდგომარეობა მოულოდნელად შეიცვალა. 1999 წლის სექტემბერში ერთმანეთზე მიყოლებით ძლიერი აფეთქებები მოხდა საცხოვრებელ შენობებში რუსეთში. ერთ-ერთი პირველი დიდი თავდასხმა მოხდა ვოინაქსკში, ქალაქში დაღესტანში, რუსეთის სამხრეთში. შემდეგ ორი აფეთქება მოხდა მოსკოვში. ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსი თითქმის მთლიანად განადგურდა, როცა მაცხოვრებლები ეძინათ. ამის შემდეგ კიდევ ერთი აფეთქება მოხდა ვოლგოდონსკში, სამხრეთ რუსეთში. სულ თითქმის 300 ადამიანი დაიღუპა თავდასხმების სერიაში. მთელი ქვეყანა მოულოდნელად ძლიერ შიში აღმოჩნდა. სამიზნე საბრძოლო ველი არ ყოფილა. ჩვეულებრივი სახლები ააფეთქეს. ამიტომ ბევრ რუსს შეეშინდა, რომ იგივე შეიძლება მათსავე ბინაში ან სამეზობლოში მოხდეს. რუსეთის ხელისუფლებამ ბრალი დასდო ჩრდილოეთ კავკასიასა და ჩეჩნეთთან დაკავშირებულ მებრძოლებს. ჩეჩნეთი პატარა რეგიონია სამხრეთ რუსეთში, რომელიც დიდი ხანია მოსკოვისგან მეტი თავისუფლებისთვის იბრძვის. რამდენიმე კვირით ადრე, ვიდრე ბინების აფეთქებები მოხდებოდა, შეიარაღებული მებრძოლები ჩეჩნეთიდან შამილ ბასაევისა და იბნ ალ-ხატაბის ხელმძღვანელობით მეზობელ დაღესტანში შევიდნენ. ამიტომ, როდესაც აფეთქებები მოხდა, მთავრობამ ეს სწრაფად დააკავშირა რეგიონში მზარდ უსაფრთხოების პრობლემასთან. თუმცა არის ერთი მოვლენა, რომელიც დღემდე რჩება საკამათოდ მთელ ამ ისტორიაში. 2016 წლის 22 სექტემბერს რიასანის ქალაქში მცხოვრებლებმა შენიშნეს საეჭვო ადამიანები, რომლებიც დიდი ტომრებით მიდიოდნენ მათი საცხოვრებელი კორპუსის სარდაფში. პოლიცია გამოიძახეს და მათ იპოვეს ტომრები მოწყობილობასთან ერთად, რომელიც აფეთქებისთვის გამოსაყენებელ მოწყობილობას ჰგავდა. თავდაპირველად ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მათ კიდევ ერთი შესაძლო თავდასხმა აღკვეთეს. მაგრამ მეორე დღეს ფსბ-მ განაცხადა, რომ ეს მხოლოდ უსაფრთხოების წვრთნა იყო და ტომრებში ნამდვილი ბომბი არ ყოფილა. ასევე გაირკვა, რომ ამ საქმეში მონაწილე ადამიანები ფსბ-ის თანამშრომლები იყვნენ. ამიტომ გაჩნდა კითხვები და ბრალდებები, როგორც რიაზანის ინციდენტთან, ასევე სხვა ბინების აფეთქებებთან დაკავშირებით. იყო კრიტიკოსები და მკვლევარები, რომლებიც ოფიციალურ ახსნას ეჭქვეშ აყენებდნენ. მაშინ, როცა რუსეთის მთავრობა განაგრძობდა უარყოფას, რომ FSB-ს რაიმე კავშირი ჰქონდა ნამდვილი აფეთქებებთან. არ არსებობს მკაფიო მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ რუსეთის მთავრობამ დაგეგმა ბინების აფეთქებები. ამიტომ ეს საკითხი კვლავ საკამათოა.
რაც ნათელია ის არის, რომ ამ თავდასხმებმა რუსეთზე უზარმაზარი გავლენა მოახდინა. ტერორიზმის შიშთან ერთად გაძლიერდა მოწოდებები ჩეჩნეთში უფრო მკაცრი სამხედრო პასუხისათვის. სწორედ აქედან დაიწყო პუტინის სტილის საზოგადოებაში ცნობადობა. მან თავი წარმოაჩინა როგორც ლიდერმა, რომელიც მზად არის გამოიყენოს ძალა ქვეყნის კონტროლისა და უსაფრთხოების დასაბრუნებლად. 1999 წლის შემოდგომაზე რუსეთმა ჩეჩნეთში ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია დაიწყო. ეს გახდა მეორე ჩეჩენური ომის დასაწყისი. რუსულმა არმიამ გამოიყენა ავიადართმები, артиლერია და სახმელეთო ძალები სეპარატისტებისა და ისლამისტი მებრძოლების წინააღმდეგ. ჩეჩნეთის დიდი ნაწილი, მათ შორის მისი დედაქალაქი გროზნი, მძიმე ბრძოლებისა და განადგურების მოწმე გახდა. ბევრი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა ან იძულებული გახდა დაეტოვებინა სახლი. თუმცა რუსეთში ვლადიმირ პუტინის პოპულარობა სწრაფად გაიზარდა. ბევრი მოქალაქისთვის, რომლებიც 1990-იანი წლების არასტაბილურობით იყვნენ დაღლილები, მისი მკაცრი მიდგომა საპირისპიროდ გამოიყურებოდა იმ სუსტი და ქაოსური მთავრობისა, რომელსაც ისინი იყვნენ მიჩვეულები. ვლადიმირ პუტინის მხარდაჭერა იზრდებოდა, ბორის იელცინის პერიოდი კი დასასრულს უახლოვდებოდა. 1999 წლის 31 დეკემბერს რუსეთი გაოცდა, როცა ბორის იელცინმა მოულოდნელად დატოვა პრეზიდენტის პოსტი. რუსეთის კონსტიტუციის მიხედვით პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი გახდა მოქმედი პრეზიდენტი. მხოლოდ რამდენიმე თვეში ყოფილი თითქმის უცნობი უსაფრთხოების ოფიცერი ქვეყნის უმაღლეს თანამდებობაზე აღმოჩნდა, თუმცა იქ დარჩენისთვის მას არჩევნებში გამარჯვება მაინც სჭირდებოდა. 2000 წლის 26 მარტს ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები. პუტინმა პირველივე ტურში გაიმარჯვა, ხმების 52%-ზე მეტით. 47 წლის ასაკში ის გახდა რუსეთის არჩეული პრეზიდენტი. მისი პოპულარობის სწრაფი ზრდის დიდი ნაწილი დაკავშირებულია ჩეჩნეთში მის მკაცრ რეაქციასთან. ასევე მის დაპირებასთან, რომ დააბრუნებდა წესრიგს 1990-იანი წლების არეულობის შემდეგ. თუმცა პრეზიდენტად გახდომიდან სულ რამდენიმე თვეში მის ლიდერობას პირველი დიდი გამოცდა შეხვდა. 2000 წლის 12 აგვისტოს რუსეთის საზღვაო ფლოტი ატარებდა დიდ სამხედრო წვრთნას ბარენცის ზღვაში, რომელიც არქტიკის ოკეანის ცივ ნაწილს წარმოადგენს. რუსეთის ჩრდილოეთით ამ წვრთნაში მონაწილეობდა კურსკი, რომელიც იმ დროს რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და თანამედროვე ბირთვული წყალქვეშა ნავი იყო. როდესაც კურსკი ვარჯიშისთვის ტორპედოების გაშვებას ამზადებდა, წყალქვეშა ნავის შიგნით აფეთქება მოხდა. თითქმის 2 წუთის შემდეგ კიდევ უფრო ძლიერი აფეთქება მოხდა. კურსკი ჩაიძირა და ზღვის ფსკერზე დაეშვა. შიგნით 118 ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა. საზოგადოებისთვის მაშინვე ნათელი არ იყო, რამდენად მძიმე იყო სიტუაცია. სამაშველო ოპერაცია დაგვიანდა და რუსეთის საზღვაო ფლოტმა რამდენჯერმე ვერ შეძლო წყალქვეშა ნავში შესვლა. სხვა ქვეყნებმა დახმარება შესთავაზეს, მათ შორის ბრიტანეთმა და ნორვეგიამ. თუმცა თავდაპირველად რუსეთმა უცხოური დახმარება არ მიიღო. ერთ-ერთი მიზეზი იყო ის, რომ წყალქვეშა ნავში მდებარე სამხედრო ტექნოლოგია სენსიტიურია და რუსეთის სამხედროები დიდი ხანია ფრთხილად ეკიდებიან ნატოს ქვეყნებისთვის ცდომის მიცემას. დროის გასვლასთან ერთად გადარჩენის შანსი კიდევ უფრო მცირდებოდა. როდესაც ნორვეგიელ მკვინთავებს საბოლოოდ ნებადართეს დახმარებაზე და კურსკის ნაწილი გახსნეს, ცოცხალი აღარავინ იპოვეს. მოგვიანებით გაირკვა, რომ რამდენიმე მეზღვაური თავდაპირველად გადარჩა. თავდაპირველი აფეთქებების შემდეგ ისინი წყალქვეშა ნავის უკანა ნაწილში გადავიდნენ, მაგრამ მათ არ ჰქონდათ უსაფრთხო გზა, რომ დაეტოვებინათ წყალქვეშა ნავი, სანამ ის ზღვის ფსკერზე იყო. ეკიპაჟის ყველა 118 წევრი დაიღუპა. პუტინისთვის პრობლემა მხოლოდ ესავარია არ იყო. დიდი აღშფოთება გამოიწვია მთავრობის ნელი და ქაოტურმა რეაგირებამაც. პუტინი შვებულებაში იყო, როცა კატასტროფა მოხდა და რამდენიმე დღე დასჭირდა მოსკოვში დაბრუნებას. რუსეთის ხელისუფლებაც გააკრიტიკეს იმის გამო, რომ საზოგადოებას არასაკმარის და ხშირად ცვალებად ინფორმაციას აწვდიდნენ. ეკიპაჟის ოჯახებისთვის კიდევ უფრო მტკივნეული იყო ის, რომ ისინი დროულად ვერ იგებდნენ რა ხდებოდა სინამდვილეში. როცა პუტინი დაღუპულთა ოჯახებს შეხვდა, მას აღშფოთებითა და მძიმე კითხვებით შეხვდნენ. ახალი პრეზიდენტისთვის, რომელიც რუსეთში ძალისა და გამართული მმართველობის დაბრუნებას პირდებოდა ხალხს, კურსკის კატასტროფა დიდი სირცხვილი იყო. ამან აჩვენა, რომ მიუხედავად იმისა, რომ კრემლი ცდილობდა ეჩვენებინა ქვეყნის გაძლიერება, რუსულ სამხედრო ძალას კვლავაც ბევრი პრობლემა ჰქონდა წლების განმავლობაში, დაფინანსების, მოვლისა და მოდერნიზაციის ნაკლებობის გამო. მაგრამ პუტინს მხოლოდ რუსეთის შიდა პრობლემები არ ჰქონდა გადასაჭრელი. როცა ის ცდილობდა ქვეყნის გაძლიერებას, ევროპის უსაფრთხოების რუკაც იცვლებოდა. ნატო არის სამხედრო ალიანსი, რომელიც შეიქმნა ცივი ომის დროს შეერთებული შტატების, კანადის და დასავლეთ ევროპის ქვეყნების მიერ. საბჭოთა კავშირის დროს ნატოს მთავარი მოწინააღმდეგე იყო ვარშავის პაქტი, რომელსაც მოსკოვი ხელმძღვანელობდა.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ნატო არ გაუქმებულა. ამის ნაცვლად, აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთი ყოფილი კომუნისტური ქვეყანა ნატოში გაწევრიანებას ითხოვდა. მათ ამისთვის მარტივი მიზეზი ჰქონდათ. ამ ქვეყნებიდან ბევრი ათწლეულების განმავლობაში მოსკოვის ძლიერი გავლენის ქვეშ იყო და მათ აღარ სურდათ ასეთ მდგომარეობაში დაბრუნება. პოლონეთისთვის, უნგრეთისთვის, ჩეხეთის რესპუბლიკისა და რეგიონის სხვა ქვეყნებისათვის ნატოში გაწევრიანება იყო გზა, რომ შეეძინათ უსაფრთხოების გარანტია შეერთებული შტატებისა და დასავლეთ ევროპისგან. რუსეთისთვის კი ეს სრულიად სხვაგვარად აღიქმებოდა. ბევრი რუსი ოფიციალური პირი ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებას აღიქვამს როგორც მოსკოვის ყოფილი ბუფერული ზონის დაკარგვას და დასავლური სამხედრო ალიანსის მიახლოებას მათ რეგიონთან. 1999 წლის მარტში პოლონეთი, უნგრეთი და ჩეხეთის რესპუბლიკა ოფიციალურად გაწევრიანდნენ ნატოში. ეს მოხდა მანამდე, სანამ პუტინი პრეზიდენტი გახდებოდა, მაგრამ მან ეს პრობლემა მემკვიდრეობით მიიღო. რუსეთს არ შეეძლო ნატოს პირველი დიდი, ცივი ომის შემდგომი გაფართოების შეჩერება, რადგან მისი ეკონომიკა და სამხედრო ძალა ბევრად სუსტი იყო, ვიდრე საბჭოთა კავშირის დროს. ამასთან ერთად მოსკოვი და დასავლეთის მთავრობები კვლავ ცდილობდნენ ერთმანეთთან თანამშრომლობას. პუტინის პირველ წლებში რუსეთსა და ნატოს შორის მტრული ურთიერთობა ჯერ კიდევ არ იყო მუდმივი. პუტინი ესაუბრებოდა დასავლეთის ლიდერებს და აჩვენებდა, რომ გარკვეულ საკითხებზე პარტნიორობა ჯერ კიდევ შესაძლებელი იყო. თუმცა ამ თანამშრომლობის ფონზე იზრდებოდა პრობლემები. როდესაც უფრო მეტი ყოფილი საბჭოთა მოკავშირე ცდილობდა ნატოში გაწევრიანებას, მოსკოვში იზრდებოდა განცდა, რომ რუსეთის გავლენა და უსაფრთხოების სივრცე მუდმივად მცირდებოდა. ეს დაძაბულობა მაშინვე პირდაპირ დაპირისპირებამდე არ მიიყვანდა, მაგრამ ეს გახდებოდა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ფორმირებას მისცემდა პუტინის დამოკიდებულებას დასავლეთის, ყოფილი საბჭოთა ტერიტორიებისა და იმ ადგილის მიმართ, რომელიც საბოლოოდ გახდებოდა ევროპის ყველაზე დიდი კონფლიქტის ეპიცენტრი ბოლო 10 წლეულების განმავლობაში – უკრაინა. 2004 წლის 29 მარტს ნატოში კიდევ 7 ქვეყანა გაწევრიანდა. ბულგარეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, ესტონეთი, ლატვია და ლიტვა. მოსკოვისთვის განსაკუთრებით უცნობიარე იყო ესტონეთის, ლატვიისა და ლიტვის გაწევრიანება, რადგან ეს სამი ქვეყანა ადრე თავად საბჭოთა კავშირის ნაწილი იყო. რუსეთის თვალსაზრისით, ეხლა ნატო უფრო მიუახლოვდა მის საზღვრებს. ახალი წევრებისთვის კი ნატოში გაწევრიანება არის გზა, რომ მიიღონ უფრო მტკიცე უსაფრთხოების გარანტია. მას შემდეგ, რაც მრავალი წელი საბჭოთა გავლენის ქვეშ იყვნენ, როდესაც ევროპის უსაფრთხოების რუკა იცვლება, კიდევ ერთი ქვეყანა გახდა ძალიან მნიშვნელოვანი რუსეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობაში – უკრაინა. უკრაინა დიდი ქვეყანაა, რომელიც მდებარეობს რუსეთსა და ცენტრალურ ევროპას შორის. და მას დიდი ხანია ღრმა ეკონომიკური, კულტურული და ისტორიული კავშირები აქვს მოსკოვთან. მაგრამ მას შემდეგ, რაც 1991 წელს დამოუკიდებელი გახდა, უკრაინელების შეხედულებებიც გაყოფილია იმაზე, თუ რამდენად ახლოს უნდა იყოს ქვეყანა რუსეთთან და რამდენად უნდა დაახლოვდეს ევროკავშირთან და ნატოსთან. ეს გაყოფა განსაკუთრებით გამოიკვეთა 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს. ორი მთავარი კანდიდატი იყვნენ ვიქტორ იანუკოვიჩი და ვიქტორ იუშჩენკო. იანუკოვიჩს ყველაზე ძლიერი მხარდაჭერა აღმოსავლეთ და სამხრეთ უკრაინაში ჰქონდა და უფრო მეტად უჭერდა მხარს რუსეთის და მჭიდრო ურთიერთობებს. იუშჩენკო კი უფრო ძლიერი იყო დასავლეთ და ცენტრალურ უკრაინაში და ის ევროპასთან უფრო მჭიდრო ურთიერთობებს უჭერდა მხარს. პუტინისთვის შედეგი მნიშვნელოვანი იყო, რადგან მოსკოვს არ სურდა, რომ უკრაინა საბოლოოდ გასცილებოდა მის გავლენას. არჩევნებამდე პუტინი ღიად უჭერდა მხარს იანუკოვიჩს და რამდენჯერმე ეწვია ამასობაში კამპანია კიდევ უფრო არეულად იქცა, როდესაც იუშჩენკო მძიმედ დაავადდა. შემდგომში ექიმებმა დაადგინეს, რომ ის მაღალი დოზით დიოქსინით იყო მოწამლული. ის გადარჩა, მაგრამ მის სახეზე სერიოზული ცვლილებები მოხდა. ვერ დადასტურდა თუ ვინ იდგა მოწამლის უკან. ამიტომ ეს პირდაპირ ვერ დაუკავშირეს კრემლს როგორც დადასტურებულ ფაქტს. როდესაც 21 ნოემბერი მოახლოვდა, არჩევნების მეორე ტური ჩატარდა, რადგან პირველ ტურში ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მოიპოვა უმრავლესობა. საარჩევნო ორგანოებმა გამოაცხადეს, რომ იანუკოვიჩმა გაიმარჯვა, მაგრამ საერთაშორისო დამკვირვებლებმა სერიოზული პრობლემები აღმოაჩინეს პროცესში. მათ შორის ამომრჩევლებზე ზეწოლა, სახელმწიფო რესურსების არასწორი გამოყენებება და ხარვეზები, ხმების დათვლასა და ტენჯისყრაში. ამის გამო ასობით ათასი უკრაინელი შეიკრიბა კიევში და სხვა ქალაქებში. იუშჩენკოს მხარდამჭერები იყენებდნენ ნარინჯისფერ როგორც მათი მოძრაობის სიმბოლოს. ამიტომ ეს პროტესტები ცნობილი გახდა როგორც ნარინჯისფერი რევოლუცია. დემონსტრანტების წინააღმდეგ მასობრივი ძალადობის გამოყენების ნაცვლად დავა სასამართლომდე მივიდა. უკრაინის უზენაესმა სასამართლომ გააუქმა სადავო მეორე ტურის შედეგები და ახალი კენჭისყრა დანიშნა. 26 დეკემბერს ქვეყანამ კვლავ მისცა ხმა უფრო მკაცრი დაკვირვების ქვეშ. ამჯერად იუშჩენკომ გაიმარჯვა და 2005 წლის იანვარში პრეზიდენტი გახდა. პუტინისთვის უკრაინაში მომხდარი ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
მან აჩვენა, რომ მოსკოვის ტრადიციული პოლიტიკური გავლენა აღარ იყო საკმარისი იმისათვის, რომ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა რუსეთთან ახლოს დარჩენილიყო. კრემლმაც დაინახა, რამდენად ძლიერი შეიძლება იყოს მასობრივი პროტესტებისა და პროდასავლური პოლიტიკური მოძრაობების გავლენა რუსეთთან ახლოს მდებარე ქვეყნებზე. შემდგომ წლებში კრემლი კიდევ უფრო დაეჯობული გახდა ეგრეთ წოდებული ფერადი რევოლუციების მიმართ, მასობრივი საპროტესტო მოძრაობების, რომლებმაც დაამხეს ან დაასუსტეს მთავრობები რამდენიმე ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში. ქვეყნის გარეთ მზარდი დაძაბულობის პარალელურად რუსეთში პოლიტიკური კონტროლი კიდევ უფრო მკაცრდება და 2006 წელს ლონდონში მომხდარმა სიკვდილმა საერთაშორისო ყურადღება მიიპყრო იმაზე, თუ როგორ ექცევა რუსეთის სახელმწიფო ყოფილ ინსაიდერებს, რომლებიც კრემლის კრიტიკოსებად იქცნენ. ის კაცი იყო ალექსანდრე ლიტვინენკო, ყოფილი FSB-ის ოფიცერი, რომელმაც რუსეთი დატოვა და ბრიტანეთში გადავიდა საცხოვრებლად. რუსეთიდან გაქცევის შემდეგ ის გახდა პუტინის ღია კრიტიკოსი და სერიოზული ბრალდებები წამოაყენა რუსეთის უსაფრთხოების სამსახურების წინააღმდეგ. 2006 წლის 1 ნოემბერს ლიტვინენკო შეხვდა ორ რუს მამაკაცს, ანდრეი ლუგოვოის და დიმიტრი კოვტუნს, ლონდონის სასტუმრო მილენიუმში. მალე ლიტვინენკომ მძიმედ დაავადდა, მას შემდეგ რაც რუსეთის უსაფრთხოების სამსახურების წინააღმდეგ სერიოზული ბრალდებები წამოაყენა. ნოემბერში ლიტვინენკო შეხვდა ორ პირს. ბრიტანეთში ფართო საჯარო გამოძიებამ დაასკვნა, რომ სწორედ ლუგოვოიმ და კოვტუნმა ჩაყარეს პოლონიუმი ჩაიდანში, რომელიც შეხვედრაზე გამოიყენეს. გამოძიების მიხედვით არსებობს დიდი ალბათობა, რომ ოპერაცია ჩატარდა FSB-ის ხელმძღვანელობით და სავარაუდოდ დაამტკიცეს FSB-ის უფროსმა ნიკოლაი პატრუშევმა და ვლადიმერ პუტინმა. 2021 წელს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომაც განაცხადა, რომ არსებობს საკმარისი საფუძველი, რომ ლუგოვოი და კოვტუნი მოქმედებდნენ როგორც რუსეთის სახელმწიფოს აგენტები. რუსეთმა უარყო ბრალდებები სახელმწიფოს ჩართულობის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთზე კრიტიკა იზრდება უცხოეთიდან, ქვეყნის შიგნით ბევრი რუსი სულ სხვა სურათს ხედავს. ეკონომიკა ბევრად უკეთეს მდგომარეობაშია, ვიდრე 1990-იანი წლების არეულობის დროს. ნავთობისა და გაზის ფასები მაღალია. ნავთობი და გაზი რუსეთის მნიშვნელოვანი საექსპორტო საქონელია და ეკონომიკა სწრაფად გაიზარდა 2000-იანი წლების დასაწყისში. სამუშაო ადგილები გაიზარდა და ბევრ ოჯახს შემოსავალი მოემატა. მილიონობით ადამიანმა შეძლო სიღარიბიდან ამოსვლა მომდევნო 10 წლეულის განმავლობაში. მხოლოდ ნავთობის მაღალი ფასები არ იყო ამის მიზეზი. ასევე დაეხმარა მთავრობის ფინანსების გაუმჯობესება და ეკონომიკური რეფორმები. მაგრამ კრემლისთვის ყველაზე დიდი დახმარება იყო ენერგორესურსების ექსპორტიდან მიღებული უზარმაზარი შემოსავალი. ამიტომ ვლადიმერ პუტინის მმართველობის დროს რუსეთი უკვე სხვა ქვეყანაა, ვიდრე ის, რომელიც ბორის იელცინისგან მიიღო. მთავრობას ახლა უფრო მეტი ფული აქვს. ნელ-ნელა იხდიან ვალებს. გაჩნდა სახსრები სამხედრო და სამთავრობო პროგრამებისთვის და ბევრი მოქალაქისთვის ვლადიმერ პუტინის სახელი ასოცირდება სტაბილურობის დაბრუნებასთან. ქაოტური 1990-იანი წლების შემდეგ. როცა მისი პოზიცია ქვეყანაში მყარდებოდა, უფრო აშკარა ხდებოდა მისი წინააღმდეგობა საერთაშორისო სისტემის მიმართულების მიმართ. ეს აშკარად გამოჩნდა 2007 წლის 10 თებერვალს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გერმანიაში. დასავლელი ოფიციალური პირების წინაშე ვლადიმერ პუტინმა გააკრიტიკა იდეა, რომ მსოფლიოში მხოლოდ ერთი სუპერძლიერი ქვეყანა უნდა დომინირებდეს. მან ასევე დაგმო სამხედრო ძალის გამოყენება საკმარისი საერთაშორისო შეთანხმების გარეშე და მან ეჩვენა, რომ რუსეთი არ იღებს გლობალურ წესრიგს, სადაც მოსკოვის აზრით შეერთებულ შტატებს ზედმეტი ძალაუფლება აქვს. ეს გამოსვლა მნიშვნელოვანი იყო, რადგან ახლა უფრო ნათლად ჩანს ვლადიმერ პუტინის საგარეო პოლიტიკის მიმართულება. მისი მიზანი აღარ არის მხოლოდ რუსეთის შიგნით გაძლიერება. ვლადიმერ პუტინს სურს, რომ მოსკოვს კვლავ ჰქონდეს მნიშვნელოვანი ხმა ევროპისა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიებთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებში. მაგრამ ვლადიმერ პუტინს პრობლემა აქვს საკუთარი კონსტიტუციით. ორი თანმიმდევრული საპრეზიდენტო ვადის შემდეგ მას არ შეუძლია დაუყოვნებლივი ხაროს კენჭი ზედიზედ მესამე ვადაზე 2008 წელს. ამიტომ მისი აშკარა პოლიტიკური მოკავშირე დმიტრი მედვედევი გახდა საპრეზიდენტო კანდიდატი. მედვედევმა გაიმარჯვა, ხოლო ვლადიმერ პუტინი პრემიერ-მინისტრი გახდა. ფორმალურად მედვედევი იყო პრეზიდენტი, მაგრამ ვლადიმერ პუტინის პოლიტიკური გავლენა კვლავ ძალიან ძლიერი დარჩა. დიდხანს არ გასულა, რომ კიდევ ერთი მოვლენა მოხდა, რომელმაც რუსეთსა და ნატოს შორის ურთიერთობამ კიდევ უფრო გაამწვავა. 2008 წლის აპრილში ნატოს ლიდერები ბუქარესტში რუმინეთში შეიკრიბნენ. ერთ-ერთი ყველაზე ცხელი თემა იყო უკრაინა და საქართველო. ორი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა, რომლებსაც ნატოსთან დაახლოება სურდათ, მათ მაშინვე არ მისცეს წევრობის სამოქმედო გეგმა. რაც ნატოში გაწევრიანებისკენ გადადგმული ოფიციალური ნაბიჯია. თუმცა ნატომ გაავრცელა ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება. მომავალში უკრაინა და საქართველო ალიანსის წევრები გახდებიან. ნატოსთვის თითოეულ ქვეყანას აქვს უფლება თავად აერჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ალიანსები.
კრემლისთვის ეს სხვა საკითხია. საქართველო რუსეთის სამხრეთ საზღვარზე მდებარეობს, ხოლო უკრაინა ისტორიულად ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით მოსკოვისთვის. ამიტომ ამ ორი ქვეყნის ნატოში გაწევრიანების შესაძლებლობას რუსეთის ხელმძღვანელობა დიდ სტრატეგიულ პრობლემად აღიქვამდა და ბუქარესტის სამიტიდან სულ რამდენიმე თვის შემდეგ საქართველოში დაძაბულობა აღარ დარჩა მხოლოდ სიტყვებსა და დიპლომატიურ შეხვედრებში. საქართველოს შიგნით არის ორი სეპარატისტული რეგიონი, სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი, რომლებსაც დიდი ხანია საკუთარი დე-ფაქტო ხელისუფლება და მჭიდრო ურთიერთობა აქვთ რუსეთთან. როდესაც დაპირისპირება საქართველოს მთავრობასა, სეპარატისტულ ძალებსა და მოსკოვს შორის მძაფრდება, ეს იყო პირველი შემთხვევა პუტინის მმართველობის პერიოდში, როდესაც რუსეთი პირდაპირ გამოიყენებდა დიდ სამხედრო ძალას სხვა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის წინააღმდეგ. 2008 წლის აგვისტოში საქართველოში დაძაბულობა აფეთქდა. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი ორი სეპარატისტული რეგიონია, რომელსაც მსოფლიოს უმეტესობა კვლავ საქართველოს ნაწილად აღიარებს. რუსეთი დიდი ხანია მხარს უჭერს სეპარატისტულ ხელისუფლებებს ამ ორ რეგიონში. როდესაც სამხრეთ ოსეთში დაპირისპირება გამწვავდა, საქართველომ სამხედრო ძალები გაგზავნა. რუსეთის დიდი ძალა სწრაფად შევიდა. რუსული სამხედროები საქართველოს სხვა ნაწილებშიც შევიდნენ. მხოლოდ 5 დღე გაგრძელდა მძიმე ბრძოლა, სანამ ცეცხლის შეწყვეტა გამოცხადდა. ომის შემდეგ მოსკოვმა სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა, რაც საერთაშორისო საზოგადოების უმეტესობამ არ მიიღო. ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებისთვის, რომლებიც ნატოსთან დაახლოებას ცდილობენ, ეხლა უკვე ნათელია, რომ რუსეთი მზად არის სამხედრო ძალის გამოყენებაზე, რათა დაიცვას საკუთარი უსაფრთხოების ინტერესები. მაგრამ პუტინს პრობლემები მხოლოდ ქვეყნის გარეთ არ ჰქონია. 2011 წელს მასშტაბური პროტესტები დაიწყო მოსკოვში და სხვა ქალაქებში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომელიც მრავალი დარღვევის გამო გააკრიტიკეს. ათასობით რუსმა მოითხოვა უფრო სუფთა არჩევნები და უფრო ღია პოლიტიკური სისტემა. მიუხედავად ამისა, პარლამენტი კვლავ ერთიანი რუსეთის კონტროლქვეშ დარჩა. და 2012 წელს პუტინი პრეზიდენტად დაბრუნდა 4 წლიანი პრემიერ-მინისტრობის შემდეგ. ამავე პერიოდში რუსეთსა და ჩინეთს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდა. როდესაც სი ძინპინი ჩინეთის ლიდერი გახდა, ორივე ქვეყანამ დაინახა, რომ ბევრი საერთო ინტერესი ჰქონდათ. განსაკუთრებით ის სურვილი, რომ არსებობდეს საერთაშორისო სისტემა, სადაც დომინანტები მხოლოდ შეერთებული შტატები და მისი დასავლელი მოკავშირეები არ იქნებიან. მომდევნო წლებში მათი თანამშრომლობა ვაჭრობის, ენერგეტიკის, დიპლომატიისა და სამხედრო სფეროებში გაფართოვდა. თუმცა პუტინისთვის უკრაინა კვლავ უმნიშვნელოვანესად დარჩა. ეს მხოლოდ იმიტომ კი არ არის, რომ ორი ქვეყანა მეზობლად მდებარეობს. უკრაინა რუსეთისთვის ისტორიის, ეკონომიკისა და უსაფრთხოების თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია. მას აქვს მნიშვნელოვანი პორტები შავი ზღვის სანაპიროზე, ვრცელი სასოფლო-სამეურნეო მიწები და ადრე იყო საბჭოთა ეკონომიკისა და სამხედრო ინდუსტრიის მნიშვნელოვანი ნაწილი. რუსეთსა და უკრაინას შორის კულტურული და ისტორიული კავშირებიც ღრმაა. თუმცა უკრაინა დამოუკიდებელი ქვეყანაა 1991 წლიდან და მისი მოსახლეობის დიდი ნაწილი თავად სურს აირჩიოს უფრო ახლოს იქნება რუსეთთან თუ ევროპასთან. 2013 წლის ნოემბერში პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა უკან დაიხია ევროპულ კავშირთან უფრო მჭიდრო პოლიტიკური და ეკონომიკური შეთანხმების ხელმოწერის გეგმიდან. ამან კიევში მასშტაბური პროტესტები გამოიწვია. დემონსტრაციები გაიზარდა და შეტაკებები დემონსტრანტებსა და უსაფრთხოების ძალებს შორის უფრო ძალადობრივი გახდა. 2014 წლის თებერვალში იანუკოვიჩის მთავრობა დაეცა და ის რუსეთში გაიქცა. კრემლისთვის ეს უკრაინაზე გავლენის დიდი დაკარგვა იყო. მალე ყირიმში გამოჩნდნენ შეიარაღებული ჯარისკაცები, რომელთაც არ ჰქონდათ მკაფიო ნიშნები უკრაინის ნახევარკუნძული, სადაც ასევე განლაგებულია რუსეთის შავი ზღვის ფლოტი. მოგვიანებით პუტინმა აღიარა, რომ ოპერაციაში რუსული ძალები მონაწილეობდნენ. 2014 წლის მარტში რუსეთმა გამოაცხადა ყირიმის რუსეთის ფედერაციაში გაერთიანება რეფერენდუმის შემდეგ, რომელიც ჩატარდა მაშინ, როცა ნახევარკუნძული რუსეთის ძალების კონტროლის ქვეშ იყო. გაეროს გენერალურმა ასამბლეამ არ აღიარა ყირიმის სტატუსის ცვლილება და დაადასტურა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა. ამის შემდეგ აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტი კიდევ უფრო გამწვავდა. დონეცკსა და ლუგანსკში პრორუსმა სეპარატისტებმა გამოაცხადეს საკუთარი რესპუბლიკები და დაიწყეს ომი უკრაინის მთავრობის წინააღმდეგ. სეპარატისტულმა ძალებმა დიდი დახმარება მიიღეს რუსეთისგან.
2014 წლის ივლისში კონფლიქტი კიდევ უფრო მოხდა საერთაშორისო ყურადღების ცენტრში მალაიზიის ავიახაზების რეისის MH17-ის აღმოსავლეთ უკრაინის თავზე ჩამოგდების შემდეგ. თვითმფრინავში მყოფი ყველა 298 ადამიანი დაიღუპა. მოგვიანებით საერთაშორისო გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ თავდასხმაში გამოყენებული ბუქის სარაკეტო სისტემა რუსული სამხედრო დანაყოფიდან იყო წამოსული. დონბასში ბრძოლის შესაჩერებლად დაიდო შეთანხმებები, რომლებიც მინსკის შეთანხმებების სახელით არის ცნობილი. თუმცა კონფლიქტი საბოლოოდ არ დასრულებულა და 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთმა ყველაზე დიდი ესკალაცია მოახდინა. რუსული ძალები უკრაინაში რამდენიმე მიმართულებიდან შევიდნენ, მათ შორის რუსეთიდან, ბელარუსიდან და ყირიმიდან. კრემლმა ამას სპეციალური სამხედრო ოპერაცია უწოდა. თუმცა გაეროს გენერალურმა ასამბლეამ რუსეთის ქმედება უკრაინის წინააღმდეგ აგრესიად გამოაცხადა და რუსული ძალების გაყვანა მოითხოვა. მოსკოვის სწრაფ გამარჯვებას ელოდა, მაგრამ უკრაინის მთავრობა არ დაეცა. უკრაინის სამხედროებმა წინააღმდეგობა გაუწიეს და მიიღეს დიდი სამხედრო, ფინანსური და სადაზვერო მხარდაჭერა შეერთებული შტატებისგან, ევროპისგან და სხვა პარტნიორებისგან. ნატოს დასუსტების ნაცვლად ალიანსი კიდევ უფრო გაიზარდა. ფინეთი შეუერთდა 2023 წლის აპრილში, ხოლო შვედეთი 2024 წლის მარტში. ამის შედეგად ნატოს წევრთა რაოდენობა 32-მდე გაიზარდა. ამასთან ერთად მოსკოვსა და პეკინს შორის ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობები კიდევ უფრო გარმავდა. სანამ სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყებოდა, რუსეთმა და ჩინეთმა უკვე გამოაცხადეს ძალიან მჭიდრო პარტნიორობა. მათი სტრატეგიული ურთიერთობა მომდევნო წლებშიც გაგრძელდა. თუმცა ომმა ასევე აჩვენა, რომ თავად რუსულ სისტემაში პრობლემებია. ამას ერთ-ერთი ყველაზე დიდი მაგალითი ვაგნერის ჯგუფია. ერთზუ სამხედრო ორგანიზაცია, რომელიც რუსეთმა დიდი ხანია იყენებს იმ კონფლიქტებში, სადაც მას ინტერესები აქვს. მას ევგენი პრიგოჟინი ხელმძღვანელობდა, რომელიც ადრე პუტინთან ახლოს იყო. როცა ომი უკრაინაში გაგრძელდა, პრიგოჟინი ღიად აკრიტიკებდა რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობას. 2023 წლის ივნისში ვაგნერის ძალებმა აჯანყება მოაწყვეს. მათ დაიკავეს მნიშვნელოვანი სამხედრო ობიექტები როსტოვ-ონ-დონში და დაიწყეს მოსკოვისკენ სვლა. პუტინმა მათი ქმედება ღალატად შეაფასა, თუმცა დედაქალაქამდე მისვლამდე პრიგოჟინი უკან დაიხია ბელარუსის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების შემდეგ. აჯანყებიდან 2 თვის შემდეგ პრიგოჟინი და ვაგნერის სხვა ლიდერები დაიღუპნენ, როდესაც მათი კერძო თვითმფრინავი რუსეთში ჩამოვარდა. ვაგნერის აჯანყება მნიშვნელოვანია, რადგან მან აჩვენა, რომ პუტინის მიერ 200 წლეულის განმავლობაში აშენებული ძლიერი ცენტრალური მთავრობის მიუხედავად, შესაძლებელია სერიოზული აჯანყება კვლავაც მოხდეს შეიარაღებული ჯგუფების მხრიდან, რომლებიც ადრე კრემლთან ახლოს იყვნენ, თუმცა პუტინი ხელისუფლებაში დარჩა. საერთო ჯამში მისი გზა KGB-ს ოფიცრიდან პრეზიდენტობამდე დაემთხვა რუსეთში დიდ გარდაქმნას. სუსტი და ქაოსური ქვეყნიდან 1990-იან წლებში რუსეთი დაბრუნდა როგორც ქვეყანა, რომელიც მზად არის გამოიყენოს სამხედრო ძალა, ენერგეტიკა, დაზვერვა და დიპლომატია თავისი გავლენის დასაცავად. მაგრამ ამას დიდი ფასი აქვს. უკრაინაზე თავდასხმამ გააღრმავა დაპირისპირება რუსეთსა და დასავლეთს შორის. გააფართოვა ნატო. და ევროპაში ბოლო 10 წლეულების ყველაზე დიდი ომი მოიტანა. ამიტომ ვლადიმირ პუტინის ისტორია მხოლოდ იმაზე არ არის, თუ როგორ მოიპოვა მან ძალაუფლება. ეს ასევე არის ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ შიშობს რუსეთი გავლენის დაკარგვას. მისი სურვილი კვლავ გახდეს მსოფლიო ძალა და ერთი ლიდერის გადაწყვეტილებები დაეხმარა ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გეოპოლიტიკური კონფლიქტის ჩამოყალიბებაში.